სახელითა მამისათა, დაწისათა, დაძმიდისასულისათა. ჩვენთან არს მერტ. ყველას გილოცავთ ნევადელ დღეს გვერდმა მრავალსაგასრო. თქვენ და სრულიად საქართველო ამინ. ნევადელ დღეს ყველას კარგად მოგეხსენებათ. ჩვენ აღნიშნავთ ჩვენი საყვარელი წმინდანის, წმინდა ნიკოლოზის დღეს. მე ხშირად დამისვამს ეს შეკითხვა საკუთარი თავისთვის და თქვენთვისაც მათ შორის აი ამ ამბიონიდან და მისვამს ასეთი რამე. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა იცხოვროს და იცოცხლოს კაცმა, რომ გავიდეს ამდენი საუკუნე და შენი სახელი არ დაავიწყდეს. აქ არ არის ლაპარაკი მორწმუნე საზოგადოებაზე, რომლისთვისაც წმინდანია ნიკოლოზი. აქ ამახალხზე არ ვლაპარაკობ. ჩვენ ისედაც არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი წმინდანები და მათი პატივისცემა ჩვენი ერთგვარი მოვალეობა, იმიტომ რომ მუდამ უნდა ვბაძავდეთ მათ სიწმინდეებს, მაგრამ მე ვლაპარაკობ მთელ საზოგადოებაზე, მთელ მსოფლიოზე შეიძლება ასე ითქვას, მორწმუნე თუ არამორწმუნე, რომელსაც წმინდა ნიკოლოზის სახელი აქვს გაგებული და თუ არა აქვს გაგებული მისი სახელი და არ იცის მისი ცხოვრება, იცის მის მიერ აღსრულებული საქმეები. საქმეები, რომლებიც მან ჩაიდინა, რომლებიც მან აღასრულა და გავიდა 17 საუკუნე და კიდევ ამის შესახებ მიმდინარეობს ლაპარაკი და ამას იხსენებენ და ამის შესახებ კვლავ ამბობენ, რომ აი ამ კაცმა თურმე ისეთი რამ ქნა, რომ აი დღეს არის ის იხსენება, ეხლა ჩვენთვის ვთქვათ, მაგრამ ვიღაცამ სულ არ იცის, რომ ის იხსენებაა, მაგრამ სამაგიეროდ საახალწლოდ გაიხსენებს რაღაცა იმ სიკეთეს, რომელიც სიკეთეთ შეიძლება არც კი იცის ვინ დაუდო საფუძველი, მაგრამ სახელსაც ახსენებს მისა, თუმცა კი შეიძლება არც იცოდეს პიროვნების ცხოვრება, როგორ წარიმართა, როგორ იცხოვრა, რა გააკეთა, მაგრამ იცის, რომ რაღაც ესეთ საქციელებს ჩადიოდა. მე მინდა გითხრათ ასეთი რამე. მეოთხე საუკუნესა და 21 საუკუნეს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ხომ მართალია დიდი სხვაობა, იმიტომ რომ ეხლა დღევანდელი ჩვენი ცხოვრება და მაშინდელი ცხოვრება აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა. მაგრამ გარდა ამ სხვაობის არის ძალიან ბევრი რამ საერთო. და რა არის იცით ეს საერთო? მაშინაც ცხოვრობდნენ ადამიანები, მაშინაც ჰქონდათ რაღაცა მისწრაფება, მაშინაც ჰქონდათ რაღაცა სურვილები, მაშინაც ჰქონდათ ოცნებები, მაშინაც იყო ვიღაცა დაცემულ მდგომარეობაში და არ უნდა თავის ზემოთ აწევა, არ აღაფიქრებდა ცხოვრების გაგრძელებას და ვიღაცა პირიქით ზემოდან ქვემოთ არ იყურებოდა ესეთ მდგომარეობა. ამაში სხვაობა ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ეს დღესაც ესეა და მაშინაც ასეა. მაგრამ წმინდა ნიკოლოზსა და ჩვენ შორის რა სხვაობა, ამის შესახებ მინდა გელაპარაკოთ დღევანდელ დღეს. ერთი მაგალითი მოვიტანოთ მისი ცხოვრება, ბევრი შეგვიძლია დავასახელოთ, ვიცით რომ ვთქვათ, ვიღაცა განკურნა, ვიღაცა ურჯულო, ესე იგი, და დასმენისაგან, რომ ესე იგი, მართალ ხალხი რომ უნდა დაესაჯათ ის გამოიხსნა, ის ზღვაში რომ უნდა ჩაძიროთ, რაღაცა ბევრი შეიძლება ეს დავასახელოთ, ჩვენ ყოველთვის ხსენებაზე შეგვიძლია მოვყვეთ მისი ცხოვრება, მაგრამ მე ყოველთვის იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ წაიკითხავთ ჩემი საუბრის შემდგომ მის ცხოვრებას და უფრო მეც გაიგებთ. ამიტომ მე ახლა ერთ ამბავს ვიტყვი და ამ ამბავს ვიტყვი რა იყო მეოთხე საუკუნეში, რა გააკეთა წმინდა ნიკოლოზმა და რას გავაკეთებდი მე 21 საუკუნეში. და თქვენ დაინახავთ განსხვავებას, რა სხვაობაა ჩემსა და წმინდა ნიკოლოზს შორის. მან ასეთი რამ ჩაიდინა. როდესაც გაიგო, რომ ოჯახს, რომელსაც ჰყავდა 3 ქალიშვილი, გადაწყვიტეს, რომ ჩაებარებინათ ეს თავისი ქალიშვილები ფაქტიურად მონებად და მონობაში ისინი საროსკიპო სახლებისთვის იყვნენ განწერულნი თუ რაღაცა მონური შრომისთვის თუ სიკვდილი დასჯისთვის თუ აი გაურკვეველი ბედი იყო და გადაწყვეტილება იყო მიღებული, იმიტომ რომ ძალიან უჭირდათ მატერიალურად და მამამ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, რომ თავისი 3 ქალიშვილი უნდა ჩააბაროს. წმინდა ნიკოლოზმა იცით რა გააკეთა? ადგა ღამით, ჩუმად, მიიპარა მათ ფანჯარასთან და დადო სწორედ იმდენი ფული, რამდენადაც ის მამა ამ ქალიშვილების ჩაბარებას აპირებს. დადო იმდენი ფული, რომ ეს გადაეფიქრებინა ამ კაცს ეთქვა, რომ თურმე ვიღაცა არის, რომელიც ფიქრობს ჩემზე, არსებობს ასეთი პიროვნება, ვინ ჩემზე ზრუნავს, ეს შეიძლება იყოს ღმერთი და ღმერთისგან გამოგზავნილი ხელი და ამ კაცმა ცხოვრების წესი შეცვალა, აღარ თავის ქალიშვილები არსად აღარ ჩააბარა და პატიოსან ცხოვრებას და შრომასაც კი შეუდგა დარწმუნებული.
მე გეტყვით 21 საუკუნეში მე როგორ მოვიქცევ. და რა განსხვავებაა თქვენ ამას დაინახეთ. თუ კი გავიგებ ასეთ ამბავს, მე აუცილებლად დავწერ ამას სოციალურ ქსელში. გავლანძღავ მთავრობას, რომელიც არ პატრონობს ასეთ ხალხს. გავლანძღავ ქალაქის მერს, გავლანძღავ ბიზნესმენებს, გავლანძღავ რა ვიცი, თუ ვინმესთან მიმისდება, ყველას გავლანძღავ. თქვენ ადგებით და დამიკომენტარებთ, რომ რა მართალი ხარ მამაო, რა კარგია, რა კარგად დაწერე, რა კარგად თქვი. დაურეკავ სოციალურ სამსახურს შეიძლება ცოტა მეტმა სინდისმა შემაწუხოს. სოციალური სამსახური შეიძლება მონობაში ჩაბარებდა ჯობდეს იმ სოციალურ სამსახურში ჩაბარებას. კაცმა არ იცის რა მდგომარეობაა და იქ შეიძლება ასე იყოს, იქ წავა კომენტარები, ვიღაცა იტყვის, რომ მამამ ეს როგორი კადრაშვილებზე, ვიღაცა იტყვის, რომ მამა რა შუაშია, მთავრობამ შეუქმნა ასეთი პირობა, ვიღაცა იტყვის, რომ ვიღაცა იტყვის და იტყვის. აი მე მივაშორებდი კლავიატურას. წმინდა ნიკოლოზმა მიაშურა დახმარებას. განსხვავება მხოლოდ ეს არის. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ყველა შეგვიძლია, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ამისი პოტენციალი, რომ გავხდეთ წმინდა ნიკოლოზი. ოღონდ რით იცით, საქმეზე თუ გადახვალთ მიდაგ. წმინდა ნიკოლოზისთვის ეს გაგება, რომ ვიღაცას უჭირდა, იყო მისთვის საღვთო გამოცხადების ტოლფასი. რომ ვიღაცას უჭირს, ის მაშინვე ადგებოდა და წავიდოდა იქ, სადაც უჭირდათ. შეეძლო თუ არ შეეძლო დახმარება ამას მნიშვნელობა არ ქონდა, იქ მივიდოდა და მოისმენდა ამ გასაჭირს და გულთან მიიტანდა, მოტირალთან ერთად იტირებდა და მოცინართან ერთად იცინებდა. არასდროს არ დააყვედრიდა იმ მამას, რომ შენ ეხლა ასეთი რამ როგორ მოგივიდა თავში, მამას რომ შვილები გავიდა. არც მთავრობის ლანძღვით და არც სოციალური ექსელებით და არც თქვა ქალაქის მერიის თუ რა ვიცი რაღაცა სამსახურების ლანძღვით არ დაკავდებოდა მისი გონება. მისი გონება დაკავდებოდა ერთადერთი რამით, რომ მე ეხლა ამათ უნდა უშველო. ვიღაცა ძლიერს კი არ უნდა მიმართო იმისთვის რომ უშველო. მე უნდა უშველო, იმიტომ რომ ღმერთმა მე გამომიცხადა ეს. მე მითხრა რომ ამ ადამიანებს უჭირთ. გამომიცხადა ისე კი არა ჩვენებაში. გავიგე უბრალოდ გაზეთში წავიკითხე, ტელევიზიით ვნახე, იგივე სოციალურ ქსელში ვნახე თუ ამბავი მომიტანეს, რა მნიშვნელობა აქვს? ღმერთის გამოცხადება თუ თვლი მე ამ ამბავს, რომ ვიღაცას უჭირს და ჩემი მოვალეობა არის, რომ მე მის გვერდით ვიდგე ამ გასაჭირში, რომ იმ ადამიანმა დაინახოს, რომ მარტო არ არის, თუნდაც ვერ შველოდე ვერაფრით. სიკვდილის პირას იყოს მისული. ვერ შველოდე, მაგრამ დაინახოს, რომ მარტო არ მოკვდება. არ დარჩება მარტო და ხელი იქნება ვიღაცაზე ჩაკიდებული, რომელიც გაამხნევებს და იტყვის, რომ ნუ გეშინია მეგობარო, მე შენთან ერთად ვარ. აი ეს არის წმინდა ნიკოლოზი. ამიტომაც მეოთხე საუკუნე იქნება 21 თუ 31 თუ დაუდგა ამ სამყაროს ესეთი ჟამი, ყოველთვის შეიძლება არსებობდეს წმინდა ნიკოლოზი. ეს ვინმე სადმე საძებარი კი არ არის. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ამისი პოტენციალი და როგორც კი ვარჯიშს დაიწყებ გონებაში, თუ რა პასუხი უნდა გასცემს გავს გაჭირვებას და კლავიატურას მიაშურებ, მაშინაც წმინდა ნიკოლოზი უნდა გაგახსენდეს. როგორც კი მსგავსი აზრი თავში მოგივა, რომ ეხლა უყურე როგორი კარგი სიტყვა დავწერო მე იმათ საწინააღმდეგოდ, ვინც არ აკეთებს თავის გასაკეთებელს, ვინც არ ეხმარება გაჭირვებულს, მთავრობა არ ასრულებს თავის მოვალეობას, იქ თქვა სოციალური სამსახური სად არის ამ დროს, ადამიანების უფლებების დამცველი ამ დროს სად დაიკარგა, თუ კი ასეთ ფიქრებს დაიწყებ, მაშინვე გაგახსენდეს წმინდა ნიკოლოზი, რომელიც არასდროს მსგავს ფიქრს თავში არ შემოუშვებდა და რატომ იცით? განსხვავება იცით რა იყო? კიდევ ერთი და უმთავრესი უბრალოდ კიდევ ერთი არის უმთავრესი. მას უყვარდა ადამიანი. იმიტომ რომ უყვარდა ღმერთი და ეს ერთმანეთთან აბსოლუტურად პირდაპირ პროპორციულია. სხვაგვარად შეუძლებელია. შენ თუ კი ამბობ რომ გიყვარს ღმერთი, მაგრამ ასეთი მზრუნველობის გამოხატულება არ აქვს, მაშინ არც ღმერთი გიყვარს და არც ადამიანი. და პირიქით, თუ კი ამბობ რომ გიყვარს ადამიანი და ასეთი ზრუნვის გამოხატულება გაქვს, იცოდე რომ ღმერთი გიყვარს, იმიტომ რომ ეს საფრთხო მცნებაა, რომელიც შემოგეცა. ეს ის გამოცხადებაა, რომლითაც ღმერთმა თავისი თავი გამოგიცხადა, რომ შიერს, რომელსაც პური მოუტეხე მე ვარ.
და მწყურვალს, რომელსაც წყალი დაალებინე მე ვარ. ერთ გაჭირვებულს, რომელსაც რა გაუკეთე, ნებისმიერს არ აქვს მნიშვნელობა. არ აქვს არც კანისფერს, არც რელიგიურ მრწამს, არც სქესს და არც უკიდურესად დაცემულ ცოდვილს. მნიშვნელობა, რაც გაუკეთე, იცოდე რომ ეს მე გამიგე. ამიტომაც ყოველთვის გვახსოვდეს ჩემო ძვირფასებო, რომ დაცემულ ადამიანს როგორც კი გაიგებთ, რომ მას რაღაცა პრობლემები აქვს, თუ კი დავიწყებთ ამაზე ფიქრს და განსჯას იმისას, რომ როგორი ყანტო დაეცემა და მე ხომ ვამბობდი, მე ხომ ვიცოდი, ეს არ არის შველა ადამიანის, რომ ამბობდი და რომ ვიცოდი, ეს არაფერს არ ნიშნავს. გაიქეცი თუ არა იქ, ჩადექი თუ არა იმ ცეცხლში მასთან ერთად, რომელ ცეცხლშიც ის იწვოდა, აი ეს არის გამოხატულება ჩვენი სარწმუნოებისაც, სიყვარულისაც, ღმერთისა და მოყვასის მიმართ. ამიტომაც მე ასე გეტყოდით დღევანდელ დღეს, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, როდესაც შეწევნა უნდა ვთხოვოთ მას, რომ წარმართოს ჩვენი ცხოვრება ღმერთმა მისი ლოცვით, კეთილსინდისიერად, ყოველთვის ასეთი ფიქრი გქონდეს თავში. როდესაც რაღაცა ნაბიჯის გადადგმას დააპირებთ, გულში კარგად დაფიქრდით. როგორ მოიქცეოდა ამ სიტუაციაში წმინდა ნიკოლოზს? და ამის მიხედვით გააკეთეთ დასკვნები. ამინ. გალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტიანობა.